დასასრულის საწმიდის. დღევანდელ დღეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელის დადების დღეს. საუბარია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ნაკლ სარტყელზე, კამარზე, რომელსაც ეკლესია დიდი პატივით ეპყრობა, თაყვანსებს, პატივს მიაგებს და ამ სარტყელის მიერ აღსრულებული ერთ-ერთი სასწაულის ხსენება არის, როდესაც ამ სარტყლის დადებით განიკურნა მეფის ეშმაკეული ცოლი. ღვთისმშობლის სარტყელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადასცა თომა მოციქულს, როგორც ამას საეკლესიო გადმოცემა გვასწავლის და თომა მოციქულს შემდეგ ეს ინახებოდა ქრისტიანთა იერუსალიმის ეკლესიაში, კრებულში, გადაეცემოდა თაობიდან თაობაში და 395 წლიდან 408 წლამდე ამ პერიოდში, როდესაც მეფობდა იმპერატორი არკადიუსი, სარტყელი აღმოჩნდა კონსტანტინოპოლში, ლაქერნის ტაძარში და იქ ინახებოდა ყოველთვის. როგორც გითხარით, ამ სარტყელმა ღვთისმშობლის კამარმა ლეონ ბერძენის იყო იმპერატორი ბიზანტიის, რომელიც მეფობდა მე-9 საუკუნის დასაწყისში. მას ყავდა ცოლი, რომელიც ძალიან მძიმე ცნებულებით იყო შეპყრობილი და ამ სარტყელის დადების შემდეგ ეს ხალი განიკურნა. ანუ ბოროტბასულებმა დასტოვეს ამ ადამიანის სხეული და ქალი გახდა ჯანმრთელი. დღეს ეს სარტყელი ინახება ათონის ციდათაზე ვათოფედის მონასტერში და დღესაც მრავალი კურნება აღესრულება ამ სარტყელის შეხებისას. იცით თქვენ ქალებმა იციან ამ სარტყელზე დადებულ ზონარებს აკურთხებენ და შემდეგ ურიგებენ უშვილო ქალებს და მათ შვილები ეძლევა ძალიან ბევრს. ქრისტიანები თაყვანს მცემდა უამბორებით წმინდა ნაწილებს და წმინდა ხატებს. ეს მსახურება თაყვანისცემა ხატების, სიწმინდეების სათავეს იღებს ძველი აღთქმის ეკლესიიდან. მართალია ჩვენ პროტესტანტები დაგვწინიან და ვითომ ქილიკით ლაპარაკობენ ჩვენ და თითქოს ჩვენ კერთთაყვანისმცემლობას ვეწევით და ეს კერთსახურება, როდესაც რაღაცა ნივთებს თაყვანსემ. და მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ძველი აღთქმის ეკლესიის წესი, ზედ კიდე ძველი აღთქმის ეკლესიიდან მოდის ამ წესის დაცვა. გახსოვთ, როდესაც ელისე წინასწარმეტყველი და ილია წინასწარმეტყველი მიდიან, მიადგებიან იორდანეს და წმინდა ილია აიღებს თავის ხალებს მოსასხამს, დაკრავს იორდანეს, იორდანი გაჩერდება, წყალი დადგება კედლად, დანარჩენი ჩაიწურებოდა და ხმელზე იორდანეზე გადავლენ ფეხით. ელისე ეუბნება, რომ მეც მინდა ესეთი ძალა მქონდეს. და ჩვენ შემდგომში ვხედავთ, რომ როდესაც ილია წინასწარმეტყველი ამაღლდება ზეცაში ცოცხლად, ის ეკლესიის წალებით მეორედ მოსვლამდე ზეცაში არის, არ მომკვდარა ილია, მეორედ მოსვლის წინ, როდესაც ანტიქრისტე გამეფდება დედამიწაზე, ღმერთი დააბრუნებს ილია წინასწარმეტყველს საქადაგებლად და ქრისტიანების განსამტკიცებლად, რომელთა სარწმუნება შერყეული იქნება საკმაოდ და მას მოკლავს მაშინ ანტიქრისტე და მესამე დღეს გაცოცხლება ილია. სანამ როდესაც ის ამაღლდა ზეცაში, ამაღლების დროს მან თავის ხალემი გადმოუგდო ელისე წინასწარმეტყველს. ელისემ აიღო ეს ხალემი და ერთხელაც, როდესაც თვითონაც მივიდა მდინარე იორდანესთან, ადგა და ეს ხალემი დაკრა იორდანეს და ფიქრობდა გაჩერდებოდა თუ არა წყალი გაჩერდა, როგორც ილიას დროს და გაიარეს. ეს ყველაფერი გააკეთა ილია წინასწარმეტყველში, ხელში ნამყოფმა ხალემმა. ხო ესე? როდესაც ელისე წინასწარმეტყველი აღესრულა და დაასაფლავეს და თქვენი ებრაელის როგორი სასაფლაო ჰქონდათ, გამოქვაბულში გამოკვეთავდნენ ღვიმეს, გამოთხებდნენ გამოქვაბულს, შიგნით შეასვენებდნენ მიცვალებულს, გარედან მიაგორებდნენ ლოდს, ან ამოუშენებდნენ ხოლმე და იქ ეს იყო საფლავი. ხშირად ხდებოდა ისე, რომ ეს საფლავები იყო საგვარეულო და ერთი
გასასვენებელი იყო, სადაც დაასვენებდნენ ცხედარს, მიაგორებდნენ ქვას, ამოშენებული იყო. შემდეგ რამოდენიმე წლის შემდეგ ვიღაცა გარდაიცვალებოდა, ამ ლოდს გადააგორებდნენ, ამ ნაწილებს, რომელიც უკვე დაშლილი იყო და გახსნილი იყო, აიღებდნენ ძვლებს, ადებდნენ თავის შესაძლებელი მქონე ესეთი, ამ ადგილას მას დაასვენებდნენ ხოლმე. დღეს ამას ავთორნისტაზეც ამით ვაკეთებენ ესე ბერების წმინდა ნაწილებს რო ინახავენ. ჩვენ არა გვაქვს საქართველოში ეს ტრადიცია, თორე საბერძნეთში ავთორნისტაზე და ძველაყბის ეკლესიაში ქონდა ესეც წესი. და ელისე საფლავია მოდის პროცესია მიცვალებულს მოასვენებენ და ამ დროს გამოჩნდებიან უდაბნოს ყაჩაღები, რომლებიც აწიოებდნენ ყველას. შეშინებული ჭიდისუფლები გადააგორებენ ლოდს, ამიცვალებულს უცბად შეასვენებენ ელისე საფლავი აღმოჩნდება ეს, მკვდარი შეეხება ელისეს ძვლებს და გაცოცხლდება. ესეც ხო წერია. ეხლა რატომ ხდებოდა, რომ და თან ნახეთ რა ხდებოდა? ჩვენ ხედავთ, რომ იესო ქრისტეს შეხებით ავადმყოფები იმკურნებიან. არა მარტო ქრისტეს შეხებით, არამედ მოციქულთა შეხებითაც ავადმყოფები იმკურნებიან, როცა ცხელებს ადებენ და მათი შეხებით იმკურნებიან ავადმყოფები. ჩვენ ხედავთ, რომ იესო ქრისტეს არა მარტო სხეულზე შეხებით, მისი კვართის ბოლოს რო ეხება ქალი, რომელიც 12 წელი სისხლ მდინარე იყო და სისხლს განიცლებოდა და მრავალი ექიმები მოიარა და მთელი თავის ქონება გაფლანგაო, ტყუილად უშედებოდ. ეს ქალი იტყვის, აი ხა იესოს კვართს შევეხები და განიკურნება და შეეხება და მართლაც განიკურნება. ჩვენ ხედავთ, რომ როდესაც მოციქულები არ არიან, მოციქულთა ნაქონ ნივთებს ეს წერია პირდაპირ მოციქულთა საქმეში, პავლე მოციქულის ფილონს დაადებენ, ავადმყოფს და იმკურნება. პავლე მოციქულის და მოციქულთა ნაქონ ნივთებს ადებენ ეშმაკეულებს, ეშმაკები ტოვებენ ამ ადამიანებს, გარბიან ამ ადამიანებიდან და ადამიანები ჯანმრთელდებიან. არა მარტო მოციქულთა ნივთებით და მათი შეხებით, არამედ მათი ჩრდილით შეხებით იმკურნებიან ხალხი. აი ჩრდილი რა არის, ყველაფერი არა ჩრდილი. მზეზე დადგები და შენი ჩრდილია. სახარებაში წერია, პეტრე და პავლე მოციქული, როდესაც მიდიან, უამრავი ავადმყოფები წვანა და ყვირიან, შეგვიწყალე, ვიშველეთ, იესო ქრისტეს სახელით მოგხედე და მოციქულები რომ გაივლიან, მათი ჩრდილი რო ეხება ავადმყოფებს, ყველა იმკურნება. რაშია საქმე? რატომ ხდება ეს? ეს კარგი იქნება პროტესტანტებმაც რომ მოусმინონ და გაიგონ, რომ გონიათ რომ ეციან სახარება და სიახლეებით რო აქცავსე თავისი სწავლება. აი ძველად როგორ ხდებოდა? როდესაც ადამიანი და რაშია საქმე და გეტყვით ახლა, როდესაც ადამიანი ცხოვრობს წმინდა ცხოვრებით, ეს ადამიანი მთელი ცხოვრება ებრძოლება საკუთარ თავს, საკუთარ ვნებებს, ომობს საკუთარ თავთან, ხელჩართული ბრძოლა აქვს საკუთარ ვნებებთან, ომი საკუთარ თავთან და ეს არის ქრისტიანობა. ჩვენ ხო ვიცით რაც არის ქრისტიანობა? ბრძოლა საკუთარ თავთან, საკუთარ ვნებებთან, საკუთარ ამპარტავნებასთან. ადამიანი გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, დადრგუნავს ბოროტსულებს, რომლებიც მასში იწოვენ ამ ვნებებს და ბრძოლებს და განსდევნის მათ საკუთარი სხეულიდან და თავიდან. ეს ადამიანი ხდება სულიწმინდის ჭურჭელი, მასში დაევანებს სულიწმინდა, ეს კაცი ხდება სულიწმინდის ჭურჭელი და ესეთ ადამიანებს ქვიან და ქვია წმინდა ღმერთშემოსილი მამები, რომელთა პირითა და რომელთა ბაგეებითაც უკვე სულიწმინდა ლაპარაკობს. მათი გარდაცვალების შემდეგ მათი სხეულები ხდებიან სულიწმინდის მადლის მატარებლები. აი წარმოვიდგინეთ, რაიმე ძვირფასი სუნამო რო იყოს. ჭურჭელი რო დაიცლება, ეს სუნამო ჭურჭელი რო დარჩება, ის იტოვებს თავის სუნს. რაც უფრო მაღალხარისხოვანი სუნამო, დიდი ხანი იტოვებს თავის სუნს. ეს შედარება მოვიყვანე ადვილი გასაგები რო იყო ჩვენთვის, რატო ეთაყვანებთ წმინდა ნაწილებს. როდესაც ადამიანი სულიწმინდის ჭურჭელი ხდება და გარდაცვალების შემდეგ სულიწმინდის წყაროდ იქცევია ეს მისი სხეული და მისი ნაწილები, ამ როდესაც ეხებიან ამ სიწმინდეებს, ქრისტიანები იმკურნებიან. აი ამიტომ იმკურნებოდნენ პავლე მოციქულის წმინდა ნაწილებზე შეხებით, წმინდა მათ მიერ ნაქონ ნივთებზე შეხებით. წმინდა ნაწილები, ძვლები წმინდანების დღესაც უამრავ სასწაულებს აღასრულებენ. ზოგიერთ წმინდა ნაწილებს ისეთი სურნელება, რომ გახსნით პირდაპირ სურნელება დგება მთელ იმაში, გარემოში. ზოგიდან მირონიდის,
ავადმყოფები იკურნებიან, აი მათი დადებით თავზე გიჟები იკურნებიან. წინასწნეულებაში მყოფი ადამიანები იკურნებიან. წმინდა ნაწილები თუ არ არის წირვის ჩატარება არ შეიძლება. წირვას როდესაც ატარებს დელი მე არ ვიცი თქვენ და ხედავთ რომ ოდი კი რომელიც იხსნება. ნაჭერში წმინდა ნაწილები ჩაკერებული. სიწმინდა ნაწილდა ნაწილები თუ არა წირვის ჩატარება არ შეიძლება. პირველი ქრისტიანები წირვებს ატარებდნენ მიცვალებულთა საფლავებზე, პირდაპირ წმინდანების საფლავებზე, ვისაც ქრისტეს აწამებდნენ მოწამეების საფლავებზე. დღესაც ათონის თაზე არის უამრავი წმინდა ნაწილები. უხსნელი ნაწილებია. წარმოიდგინეთ მარია მაგდალინელი, რომელმაც იესო ქრისტეს გახსოვთ სახარებაში წერია, ფეხები დაბანა, შეუმშროლა და ნელსაცხებელი დაასხა ძვირფასი ნარდის ნელსაცხებელი, რომელიც ძალიან ძვირი პირდა თავზე. ის ხელი, რომლითაც მარია მაგდალინელი ეხებოდა იესო ქრისტეს, არ უხსნელი. ტევანი არის ესეთი მოჭრილი, წარმოიდგინეთ, მარჯვენა, ხელია უხსნელი, გამხმარი აი. ყველაფერი ეთქვაზე ძარღვები, სისწარღვები, ტყავი გამხმარი და ხელს რო ეთქვევი, ტემპერატურა 37 გრადუსი და 1. ტემპერატურა რასა? როდესაც რას ნიშნავს, როდესაც ტემპერატურა ადამიანის სიცხერე? ადამიანში მიდის ცხოველური პროცესი. ხდება ცვლა ნივთიერების გამოყოფა. აი მოჭრილ მარჯვენაში, რომელიც მოჭრილი არის 2000 წლის წინ. დანარჩენი სხეული გაიხსნა, ეს დარჩა უხსნელი. ეს ხელი, რომელსაც ქრისტეს ეხებოდა. შენახულია ათონის თაზე დაბრძანებულია დიდი პატივით, როემთხოვი პირდაპირ, აი როემთხოვი კუჩებს წვავს თლიანად. ისეთი თბილია, წარმოიდგინეთ. კიევო-პეჩორის ლავრაში უამრავი წმინდა მამები არიან, გაგიდია ზოგი ნამყოფიც არის. მიწისქვეშ ჩადიხარ, ეს იყო საძვალე წმინდა მამის, რომლებიც სიცოცხლის ბოლოს განმარტოებაში გადიოდნენ, დაყოდებაში გადიოდნენ, ჩადიოდნენ ცალკე მიწაში, ცხოვრობდნენ და ელოდებოდნენ სიკვდილს, ფაქტობრივად მთელი დღე ლოცულობდნენ, სულოცულობდნენ. და ღვთის წინაშე დასადგომად ემზადებოდნენ. ეს უნდა წმინდა ღმერთს შემოსილი მამები. ზოგიერთი მათგანი გარდაცვლილია დღესაც იმ მდგომარეობაში არიან, დარჩენ ლოცვით მდგომარეობაში, როგორც გარდაიცვალა, დაჩოქილები ლოცულობენ წარმოიდგინეთ. მათი სხეულები არის ძალიან ბევრი უხსნელი ნაწილებია. ზოგიდან მირონიდის, ნელსურნელებით არის სავსე იქაო. მე მახსოვს მაშინ ჯერ ეკლესიაში არ დავდიოდი, ეს იყო დაახლოებით 88 წელი. ნუ და ახალგაზრდობაში. და ესეთი გაზეთი იყო კომსომოლსკაია პრავდა თუ რაღაც რუსული გაზეთი იყო და იქ შემთხვევით წავიკითხე, შემთხვევით არაფერი არ ხდება, ალბათ იმიტომ წავიკითხე, რომ მთელი ცხოვრება დამახსოვრებოდა. რომ აიღესო მეცნიერებმაო, თან ეს კომუნისტების დრო არის. აიღესო მეცნიერებმაო სინჯები აქიდანო. ამ წმინდა ნაწილები აიღეს. უხსნელი სხეულიდან და რო ჩაატარესო სტებიო გამოკვლევაში აღმოჩნდა ცილები. ანუ ცოცხალი ორგანიზმის დამახასიათებელი თვისებები აქვს ამ. ანუ რაც ხდება წმინდა ნაწილების თავს, ეს არ ხდება ნორმალურ გარემოში. თქვენ იცით საბა განწმენდილის ლავრა არის პალესტინაში, სადაც ტემპერატურა დაახლოებით სულ 40 გრადუსი, 35, 30, 40, 45 ზოგჯერ. მამა წმინდა მამა საბა განწმენდილი გარდაიცვალა დაახლოებით 1500 წლის წინ გავიდა ამ სოფლიდან და მისი ნაწილები არის უხსნელი, პირდაპირ დევს უხსნელი. არც ბალზამია გაკეთებული, არაფერი, ახლა რო იძახიან ეგვიპტეში ფარაონები არიან და იმათ ისე დაბალზამებულები არიან და რაღაცა სითხეებით დამუშავებული არიან. ეს ჩვეულებრივი წმინდა მამა იყო, რომელიც დაასაფლავეთ, რომ გათხარეს, მე ნახეს, რომ იყო უხსნელი. და მონასტერშია დასვენებული, შუა მონასტერში და ვიდიან და ამბობს უყოფენ ქრისტიანები და ევედრებიან უშვილობას კურნალოს პირდაპირ ეხვეწებიან მამასაყრს. და მრავალი სასწაული აღესრულება მის წმინდა ნაწილთან. პატაპის საკვირვე მოუქმედის ათენშია საბერძნეთში და უამრავი ძალიან ბევრი რაღაც ჩამოთქვი ყველას. აი ამიტომაც არის რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ეკეთა მუცელზე, სადაც მაცხოვარი ყავდა ჩასახული და მთელი ცხოვრება ატარებდა, აი ამ სარტყლის შეხებით რომ განიკურნოს ადამიანი რა არის ამაში გასაკვირი. არც არა. და რა გასაკვირი ფაქტებს გეუბნებით პირდაპირ, რომ ქალები, რომელსაც შვილები არ ყავთ 10 წელი, 15 წელი, შვილები უშდებათ ამ სარტყელს რო იკეთებენ. 20 წელი ცოლ-ქმრობის შემდეგ შვილი არ ყავდა და სარტყელი გაიკეთა და დაორსულდა. საქართველოში არის არა მარტო ხო და ჩვენ გვაქვს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი მთლიანი, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ემოსა.
ეს კვართი საქართველოში უკვე რამოდენიმე საუკუნე არის. ერთ-ერთი ვერსია რომ ხატმებრძოლობის დროს მოხდა მისი საქართველოში გადმოტანა, რადგან საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ხატმებრძოლობა არ ყოფილა და არც მწვალებლობაში ყოფილა ჩვენი ეკლესია არასოდეს ჩავარდნილი სხვა ეკლესიებისაგან განსხვავებით. და აქ აფარებდნენ ძალიან ბევრ სიწმინდეებს და ღვთისმშობლის კვართიც საქართველოში მოხდა. ჯერ იყო ხობის მონასტერში, ახლა ზუგდიდში იყო და შემდეგ მუზეუმში არის. რა თქმა უნდა, ისე ათონის თაზე, როდესაც ერთხელ ვესწრებოდი მსახურებას, დღე იყო და ვერები რო გიხსნიან ეს აგვაკ მაგაცი ამ სიწმინდეებს ვეხე, მე ვთქვა ჩვენ საგვაქვს მეთქი კვართი და სადა გეთქვა. რომელ ეკლესიაში, ვთქვა ეკლესიაში არის მუზეუმში მეთქი და ვერ გაიგეს. დასნიშნავს მუზეუმშია. როგორ მუზეუმშია? მე ვთქვა რა ეს მუზეუმშია. კომუნისტებმა წაიღეს მეთქი. კომუნისტებმა კი წაიღეს, მაგრამ ხო აღარ არიან კომუნისტები, არ შეგვიძლიათ მიიღოთ და. არ შეგვიძლია ეს. რუსეთში დააბრუნეს ხატები და სიწმინდეები, რუსეთის ეკლესიას გადაწყვეტა და ეკლესიაშია დავანებული და ეკლესიაში არიან და მიდიან ხალხი ლოცულობენ. ჩვენთან არ შეიძლება. რატო არ შეიძლება ვერ გავიგე? 2000 საუკუნე ესენი იყვნენ ეკლესიაში და ჩვენ გვიფარავენ და დღეს იძახიან რომ თურმე ესენი დაიცვან, რო არ დაზიანდა. გასაგებია ჯერ ესეთი რა უნდა დაიცვა 2000 წელი ეს გიცავდა. დიდი თურქობა გამოგატარა, ყიზილბაშობა გამოგატარა, ოსმალობა გამოგატარა, მონგოლობა ყველაფერი გამოგატარა. დღევანდელ დღემდე მოგიყვანა. ქართულად ლაპარაკო, პირჯვარს იწე, შენი ტრადიციები, შენი თვითყოფა დავაგაგდა. ესენი გიცავდა და შენ რა უნდა დაიცვა? გასაგებია თუ რაღაცა შესაკეთებელია, ბუნებრივი უნდა გარესტავრაცია ჩაუტარდეს რაღაც, მაგრამ მე ვფიქრობ ეს სიწმინდები აუცილებლად ტაძარში უნდა იყოს. მაგრამ ჩვენ როგორც ვთქვით, მარტო ლაპარაკი ვართ ქართული. მარტო ლაპარაკი. სხვები არ ლაპარაკობენ ჩვენზე მესაკეთებელი. რუსებიც, ბერძნებიც, სერბებიც ყველა. საქართველოში ასევე დავანებული არის, იცით რომ მაცხოვრის კვართი. იესო ქრისტეს ჩვენს მაცხოვარს, რაც ემოსა, როდესაც წილიყარე ჯვარცმის დროს, ებრაელი, ცხეთელი ებრაელების ხელში აღმოჩნდა, მათ ჩამოაგზავნეს ეს კვართი და იცით ისტორია, როდესაც სიდონიამ ჩაიკრა გულში და ვეღარ გააშორენ, ამიანად დაფლეს. შემდეგ აქ ამოვიდა ხე, რომლის ქვეშაც, რომელსაც ჩიტები ჯდებოდნენ და ავადმყოფი ცხოველები იკურნებოდნენ, ადამიანებიც იკურნებოდნენ, ამ ხის ახლოს მყოფნი დაждდებოდნენ, შემდეგ აქედან იცით გამოთალეს ძელები სვეტი ცხოვლის ასაშენებლად, ტაძრის ასაშენებლად და ეს სვეტი სასწაულებრივად ჯერ ვერ დაძრეს ადგილიდან და შემდეგ ლოცვით ზეცაში შეეკიდა და ამიტომ ქვია სვეტი ცხოველი ან სვეტი ცოცხალი. და დღეს სვეტი ცხოვლის ტაძარი, სწორედ ამ სასწაულის გამო ქვია ამ ტაძარს სვეტი ცხოველი ან ცოცხალი სვეტი და მაცხოვრის კვართის იქ ადგილიც არის, რომელიც მონიშნავდა ეს სვეტიც სასწაულთან მოქმედი სვეტი ჩაშენებულია კედელში, რადგან როგორც ისტორიაში წელი მიდიოდა, რომ ატეხავდნენ ყველაფერს ქართული. და მიქონა თავთავისთვის. და ბოლოში ჩასვეს ამ მოაშენეს და შიგნით არის დაცული ესეთი სიწმინდე. შახაბას ამ საქართველოს ამომგდებს და დამანგრეველს უნდა და შეურაცხყოფის მიყენება სვეტი ცხოველისათვის. მან ერთი შეურაცხყოფა მიაყენა, როდესაც გარდამოხსნა აიღო და უნაგირად დაიდო ზედ დაჟდა. უნაგირი ქონდა ჟედიშ და გარდამოხსნა სვეტი ცხოველის გარდამოხსნას წარმოიდგინა. და გაგიჟდა შახაბაზი, იგიც როგორ დაამთავრა თავის სკოლა, გაგიჟდა ბოლოში ხო გიჟი. 3 წელი შახაბაზი იყო ჭკუიდან შეშლილი. და ყველანი იცოდა რომ ეს იგიჟე მას დაემართა ქრისტიანული შეურაცხყოფის ქრისტიანების დევნისა და ხოცვის გამო. და მას ასევე უნდა და კვართი გაეტანა საქართველოსთან, დაიწყო გათხრა, რამდენჯერად დაიწყო გათხრა, იმდენჯერ ატყდა მიწისძვრა, საშინელი ძვრა ატყდა, ზანზარებდა ტაძარი და შეეშინა და გაანებეს თავი. აი დღეს არის ამ სასწაულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ქამრის, ანუ სარტყელის დადების დღე. დღეს დიდი ზეიმი არის. ათონის თაზე სადაც ეს სარტყელი ინახება. მე მქონდა ბედნიერება დავსწრებოდი ამ მსახურებას და ეს საოცარი რაღაცა არის. და ჩვენ საგვაქვს ეს კვართი, როგორც გითხეთ, ზუგდიდის მუზეუმში და ღმერთთვიანებას თუ ტაძარში გადმოგზავნეს და ეს იმიტომ არის, რომ ქართველები უნდა არა მარტო ქართველებიში, არაქართველებიც მართლმადიდებლები არიან,
მივიდე და სიწმინდით ამბორი იყო და თაყვანისცენ ამდენ სიწმინდეს ამისთვის არის. და რა იმიტომ რომ მუზეუმში იყოს და შენახული იყო და ჩაკეტილი იყო. მან ალბათ რასაც ვიმსახურებთ ისე ჩვენ ისე როგორც ვიმსახურებთ. ერთვაინებას რომ მალე გაგმოგცეთ და ყველა სიწმინდეები რაც არის ტაძარში იყოს დავანებული, კი ბატონო გაუკეთონ თავისი საცავები, ის მიკროკლიმატით რაც უნდა შეუქმნან. 10 ტონის თაზე ისეთი სინესტია ვერ წარმოიდგენთ. აი დასავლეთ საქართველოს შუარი სინესტე, დასავლეთ საქართველოს მეტი სინესტია. სუ სინე გარშემო სუ ზღვა. ოხში ვარიდი, ზაფხულში ვერ სუთქავ ისე დღეში. აი კა რივერის თუშობლის ხატი, ჩვეულებრივ დავძანებული. რომლის წინაშეც კანდელებიანთი აგერ ამდენი საუკუნე 11-12 საუკუნე უკმევენ, თაყვანსცემენ, ეამბორებიან ხო და ივერი თუშობელი იპარავს 10 ტონის თავს. და უამრავი სასაუთმოქმედი ხატებია. ხატები არის ცოცხალ ურთიერთობაში რო იყოს ადამიანთან, ამისთვის არის ხატები. და არა ის რომ სამუზეუმო ექსპონატი იყოს და დაათვალიერო და თქვა, თავი გაიჩინო რა მაგრები ყოფილა რა დაუხატეთ. ამისთვის არა. ეს არის ცოცხალ ურთიერთობაში ყოფნისათვის ადამიანებთან და მადლის მისაღებად და მადლის წყარო არის ყველა სიწმინდეები როგორც გითხრათ. თუ მოусმინეთ სამჩანსაობას პროტესტანტებმა, თუ ისწავლიან რა არის გაიქნება მათთვის. თუ არ ისწავლიან კიდე ვერცნაში რომ დადგება მაშინ რომ ხვდებიან რაც საკეთებია. და ახლა ცოდვაშიც არის. ხატ-თაყვანის სემა და სიწმინდეთა უარყოფა და ხატების დევნა მწვალებლობად ითვლებოდა. მეშვიდე მსოფლიო კრებაზე მწვალებლობად შერაცხა, განწვალება არის ღვთის უდიდესი შეურაცხყოფა. ეს მათთვისაც გასათვალისწინებელი იქნება. თუ მოусმენ. თუ არ მოусმენ და ჩვენ ვიცოდეთ რამ ხელა სიწმინდეა და ქრისტეული პატევი უნდა მივაგოთ ამ სიწმინდეებს, რომ მათგან მიღებული მადლით ღმერთმა აქაც შეგვიწყალოს და იმ სოფელშიც სასופველოს ღირსები გაგხადოს. ღმერთმა გაგუთხოთ და ღმერთმა დაგვიწოს.